ძალიან მოგვენატრა და ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და მთელი რაღაც გამოწვევების მიუხედავად, რისკების მიუხედავად, რასაც მივდივართ თქვა ჩვენი საქმიანობის დროს, სწორედ ეს არის, ხო? ჩვენი საწვავი ასე ბრჭყალებში რო ვთქვათ, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და ძალიან არ გვეთმობა ამ ყველაფერზე უარის თქმა არის ძალიან ძნელი. ხო, წითელი ხაზი ზუსტად ამიტომ დავარქვით, რაღაცნაირად კონცეპტუალურია, ალბათ და პრინციპში მალევე მოვიდა ეს იდეა 29 ნოემბერს წამოვედით სამსახურიდან და მეორე დღესვე კობახიძის განცხადების. კი, და უკვე 2 დეკემბერს პირველი ვიდეო დავდეთ ჩვენ არხზე და ესე ძალიან სწრაფად ჩავთვალეთ, რომ ჩვენ თქვით, რომ აი ჩვენ არ გვინდა რაღაც ცივები ვაგზავნოთ სადმე და ჩვენ არ გვინდა რომ სხვა პროფესიაში წავიდეთ. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საქმე და ვიდრე გვექნება იმის საშუალება რომ ვაკეთოთ, მანამდე ამას აუცილებლად გავაკეთებთ. და მოძებნეთ ის გზა, რაც იმ წუთას ჩვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი იყო, რომ YouTube-ზე გაგეგრძელებინათ საქმე, ანუ აი წითელი ხაზი მართლა რა იყო? კი, წითელი ხაზი იყო რუსთავის ნიუსში. წითელი ხაზი ჩვენთვის, მე ჩემსას ვიტყვი, მარიამ რა თქმა უნდა იტყვის და მე პირველ რიგში იმას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ჩემი გადმოსახედი, ამით მე არავის რაღაც მორალს არ ვუკითხავ და არც არავის არაფრისკენ არ მიუთითებ. ჩვენ ვართ პროფესიონალები, ჩვენ ვართ ზრდასრული ხალხი და ყველა თავისით იღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ხო? ჩემთვის პირველ რიგში ესეა საკითხი, ჯერ ხარ პიროვნება, მოქალაქე, შემდეგ ირჩევ პროფესიას და შემდეგ შენ თვითონ შენი მიდგომებიდან გამომდინარე და შეხედულებებიდან გამომდინარე აწესებ ამ წითელ ხაზებს, ხო? ჩემთვის ბექა პატურაშვილისთვის, ჩემი ქვეყნის განვითარება და კურსი არის ნომერ პირველი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. მე ხშირად ვამბობ ხოლმე 18 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემს და მამაჩემს არ ვკითხე, ისე წავედი 2008 წელს აგვისტოს ომში. არც დაბრკოლება არ მიჭირს, არც ადვილი ცხოვრება არ მქონია და ბევრი რამე გამოვიარე ჩემი ცხოვრების განმავლობაში და არც გადაწყვეტილების მიღება არ მიჭირს ნამდვილად, არც მეშინია 90-იან წლებში გავიზარდეთ ჩვენი უმეტესობა და უამრავი გამოწვევა გვინახავს, ხო? ანუ იმის თქმა მინდა რომ როდესაც ეს ზღვარი უკვე ახლოს მოვიდა და აბსოლუტურად გასაგებია, როგორ მოვიდა, იცი რა? განცხადებით, რომელიც მოვისმინეთ 28 ნოემბერს. ანუ ეს აბსოლუტურად ყველაფრის პასუხი იყო. ამის იქით კითხვა აღარ ისმის ჩემთვის, სად მიდის ქვეყანა და რომელ კურსს ირჩევს და მე ვერანაირად ვერ ვიქნები იმ ნიუსრუმში, სადაც ღია და ამას ხო არავინ არ მალავს და ეს ხო აბსოლუტურად გაცხადებული საკითხია, რომ ეს არხი არის პროსახელისუფლებო. ამას თავადაც არ მალავს ხო არავინ. შესაბამისად იმ პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ, რომელიც იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანას შეუცვალოს კურსი, რომელსაც ადამიანებმა სიცოცხლე შესწირეს, ხო? და შესაბამისად ეს არის მთავარი წითელი ხაზი ჩემთვის. შენ გქონდა პოსტი რა მოყვა მე ამას, ანუ კრიტიკული პოსტი. ეგ პოსტი მანამდე იყო. ეგ პოსტი იყო მაშინ, როდესაც რუსული კანონის ვეტორო დაიძლია, აი სახში ვიყავი, ვისვენებდი, არ იყო ჩემი სამუშაო დღე და ანუ აი ეს ემოციები შემომაწვა, ანუ მე მუდმივად მარიამაც ილაპარაკებს ამაზე, ჩვენ ვიყავით მუდმივად რაღაცა მაინც მოლოდინის რეჟიმში. ისევ იქიდან გამომდინარე, შენ არ გეთმობა ის წლები და ის საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს და ცდილობ, რომ რაღაცნაირად იქნებ რამე შეიცვალოს და იქნებ რამე შეიცვალოში გულისხმობ იმასაც, რომ როდესაც შენ შიგნით ხარ, იქნებ შენი ფაქტორიც იყოს რაღაცის განმაპირობებელი შემდეგ. იქნებ რამე შეცვალო შენი იქ ყოფნით. ხო? ეგ პოსტი მე მაშინ დავწერე, რომ უბრალოდ ძალიან კორექტულად ჩემი აზრით, რომ მე არ ვეთანხმებოდი იმ კანონის შესვლას ძალაში, რომელიც აზიანებდა ჩემ ქვეყანას, რა, როგორც მოქალაქემ ისე დავწერე და როგორც მათ შორის როგორც ჟურნალისტმა, კი ბატონო. ხო, ამას მოყვა უკვე მე ის რომ თანდათან თაროზე აღმოჩნდით და კრიტიკის ობიექტები გავხდით და მქონდა შეგრძნება, რომ ხო რაღაცა ადამიანები ცოტა ისე ესთან დანერგილი პრაქტიკა არის. ცოტა გამარჯობასაც ისე იმართებოდნენ და ფრთხილად მეუბნებოდნენ და რაღაცა მეგონა რომ ვიღაცა თუ დამელაპარაკებოდა თან ფიქრობდა იმას რომ ვაიმე ახლა ვინმე არ დამინახოს ის ეგრე ფიქრობს და ასე ანუ ერთ სიტყვით საჯაროდ გამოხატული
პოზიციით გამოსახატი გაირიყე ასე ხო არა გავირიყე ესე ვერ ვიტყვი პროდიუსერების მხრიდან არ დაგასაქმეს თემა არ მოგანდეს ხო ანუ ეგ მომენტი გაჩნდა როდესაც პოსტზე არ არის მარტო აქ საუბარი როდესაც შენ იწყებ როდესაც იყო მარტის აპრილის ეს პირველი ტალღა აქციების ხო მე სულ ვიყავი შენ აშუქებდი ამ აქციებს მაგრამ ვიცი რომ რაღაცა ამ გაშუქების დროს სულ სხვა კადრები იყო გამოყენებული ნახე როგორ არის მე ქუჩაში ადამიანი თუ ვინმე რამეს მეტყოდა რომ შენ რუსთავიორის ჟურნალისტი რო ხარ რაღაცა არ მომწონს მე ყოველთვის მქონდა სათქმელი რომ მოდი მეგობარო ერთი წუთი მოდი ლაივი ჩავერთოთ შეხედე 5 წუთის წინ გადაახვიე მოდი ჩემი ჩართვა ნახე მე მქონდა ამის პასუხისმგებლობა ჩემ საქმესთან დაკავშირებით რომ მე რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ სადაც ვარ ისი არის და მე ამაზე ვიღებდი პასუხისმგებლობას და შემდეგ უკვე კითხების დასმა როცა დაიწყო რომ რატო გავიდა ეთერში რაღაცა სხვა კადრი როცა 5 ჯგუფი მუშაობდით და უამრავი სხვა რას ნიშნავს და რაღაც დრონის კადრი რომელზეც მთელიერი ხუმრობდა ხო საიდანაც მარსიდან გადაღებული ჩარტვაზე ეს კადრი გამოიყენეს ამაზე ეს ჩემი აზრით მე არაფერს არ ვამტკიცებ 4 ჯგუფი მუშაობდით უბრალოდ მე ვფიქრობ რომ მასალა გქონდათ რაც რეალურადაც აღწერდა მაგრამ გამოიყენეს ხო